როგორ უნდა მოახერხოს კაცმა დედისგან განცალკევება ისე, რომ თავი არ იგრძნოს დამნაშავედ. იმიტომ რომ ხშირად კაცი განიცდის ამას, რომ დედამ ჩემთვის ამდენი რამე გააკეთა, მან ხო უკეთესად იცის. მან ამდენი რამე ეკნა, ჩემთვის თავი გაწირა და როგორ ახლა მე არ მოვუსმინო? როგორც წესი, აი, როდესაც განცალკევებული ხარ დედისგან, უფრო მეტად ზრუნავ მასზე. უფრო მეტად ზრუნავ მასზე, იმიტომ რომ ყველა ემოციას რაც შენშია, შენ ამოიცნობ ამ ემოციებს, სახელს დაარქმევ და შენ თვითონ იწყებ ამ ემოციებთან ურთიერთობას და არ მირბიხარ დედასთან, ესე ვთქვათ, რომ დედა, მიხვდი, ეს დამემართა. ამას ეს ცოტა ინფანტილური მდგომარეობა არის და დედის ემოციურ მხარეზეც უფრო მეტად ზრუნავ, ნაკლებად ანერვიულებ. კი, და ამას უნდა იაზრებდეს თვითონ დედა. რომ თვითონ მან შეძლოს გაშვება თავისი ბიჭის. ეს ხდება მოზარდობის პერიოდიდან, რომ დედები უნდა გამოეთხოვონ, ესე ვთქვათ, შვილებს, აი, როდესაც მათ შვილს ამოსთვის მაგალითად წვერი, უნდა აღიარონ, რომ ჩემი შვილი იზრდება, ის უკვე წვერს იპარსავს, ხო? და როგორც წესი დედები იჯაჭვებენ თვითონ შვილებს, ხო? და დედებზეც არ არის, ისინი ესე აღიზარდნენ. მიხვდი, ანუ მათ სხვა მოდელი არ ქონიათ და განცდა აქვთ, რომ ყველაფერს აკეთებენ, დედის ფუნქცია არის, რომ შვილი ბოლომდე, ესე ვთქვათ, დაიცვას და არის იმისთვის მფარველი, ესე ვთქვათ, ადამიანი, მფარველი ანგელოზის. ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია იმ კუთხით, რომ დამოუკიდებელი ვეღარ ხდება მამაკაცი. ეს არის და ეს და როდესაც დედა ვერ ახერხებს, ესე ვთქვათ, გამოთხოვება შვილისადმი, ამ შემთხვევაში შვილმა უნდა გააკეთოს ის ისე დელიკატურად, რომ ზიანი არ მიაყენოს არც საკუთარ თავს და არც დედას და ეს საერთოდ არ ნიშნავს ზურგის შექცევას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო მეტად იწყებს მერე შვილი დედაზე ზრუნვას.